ბატონი თემურ ჩილაჩავა გარწყინებული სახით თემურ ჩილაჩავა სპეციალური სკოლა დაარსა სადაც უმაღლესი მათემატიკოსებმა აი ესეთი შედეგი დადეს როგორც დღეს იყო სასწაული სამეცნიერო ნაშრომი დაიდო საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო ორ წელიწად ნახევარში გია ყვაშელო 120,000 შუმერული კითხვით დაამუშავა ეს არის შრომის არანორმალური ნაყოფიერება. ყოფილა შემთხვევა, ასე ვზივარ რამოდენიმე ადამიანი მაგიდასთან და თქვა 4 წელიწადია მე ასე მაგიდასთან არ დამტავა. ეს თავაუღებელი შრომა 24 საათიანი მისზავი მართლა ასეთ შრომის მომარება მეტად მეუღ ქართველს მისზავი და მაშინ ჩვენი საქმე ცოტა დაგიმართოს მე მასიკეთე მოწესრიგებული შემოგვეძინა და ხომ ეს იყო გამოვლენა დიდი ნიჭის ვებერთელას შრომის მე ჩემი საბედნიეროდ დოქტორანტები ჩემზე უფრო ნიჭიერები და ჩემზე უფრო შრომელებია ლუგზარ კერესელიძე გია ოჩხუა ლეილა სულავა მარა გია პაშილავასნაირი 24 საათიდან შეუძლია 19 ნახევარი ხანდახან 20 იშრომოს მე არ მყოლი მე თვითონ ზარღაციო ამიტომ მივესალმოთ ბატონ გიას მის შრომას თავდადება გაიხაროს მასირობებში ის ცხოვრობს წესიერად ქართულ ოჯახში სადაც გოლათი არ არის სულიერი არის სიმდიდრე კომისიის წევრებიდან ეს ბატონები ნიკოლოზი როგორც ყოველთვის ბატონი მამუკა ჭანდურაია ფილოლოგი და მეცნიერ ხაზის აკადემიის წევრები სამდე ჩემთვის არის არ ჩაგეწერა ბატონი თემური ყველა ღირსშესანიშნავ ადგილზე და სადაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეები იწერება ყოველთვის იქ არის არ არსებობს რომ ესეთ ადგილზე ჩვენ არ შევხვდეს ბატონი თამაზობ გაიძის შესანიშნავი მათემატიკოსი ბატონი თემურის გვერდით ჩილაჩავა ბატონი დავით გულუა აფხაზეთის შედაგა საქმეთა მინისტრი კი ბატონო აი ესე ირაკლი ლატარი არის დიდი მეცნიერი შვილი სხვათა შორის ისეთმა პიროვნებებმა როგორც იყო აზგასვენებული თამაზ გამყრელიძე რომელმაც პირველმა მხარი დაუჭირა მას ფესხოს დისკოსთან დაკავშირებით იმიტომ ქართველები უყურებდნენ ასე სწორად გავიგონ ჩემმა ყველაზე ერთ-ერთ დაფასებულ და ეროვნული მიმართულების ლიდერებმა ქართულ ენა ლიტერატურაში რომ ფიქრობდნენ მარტივად რომ მათემატიკოსი ისი გამკეთებელია იქ სხვა ყველას პატივს ვინც იცავს მათემატიკაში სხვა დაცვა არ ჭირდება ამულიშვილური განწყობის კაცი ცოტა მინდა ახარებს უბრალოდ წუხელ 12 საათს წავიდი დასავლეთში ზურაბ ჯაფარიძის დიდი ოჯახის ერთი წევრის ანაშვიძე ვიყავი მე კიდე ბევრი რამ მქონდა და ჩამოვედი მაინც და გავიზიარეთ ხელსაყრელად ეს დიდი სიხარული არიან ადამიანები რომელთა არსებობას გაძლევს იმედს ჩემთვის ბატონი გია ასეთი ერთი პიროვნებაა ის და დავლოცო ქალბატონი ელისო გიას პირველი მხარდაჭერია იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მეუღლეს ესმოდეს მეუღლის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში როგორც მეცნიერ ზოგიერთი მეუღლე ქართველებს არ ეხება თუ ისეთ მანქანაზე არ ზიხარ რომელიც არის სახლის ოდენა და მეტრო თუ დადიხარ უკვე ნაკლებად ისა მაგრამ ჩვენ ქართველებს ну ვიცით რომ მაინც იყო დრო და ალბათ დაბრუნდება ბატონო თემურ რომ ნიჭი და შრომა ფასო ამიტომ დავლოცოთ ბატონ გია პაშილავას ოჯახი მიულოცოთ და ასეთ წესიერ ოჯახებზე დგას საქართველოს ჯერ დაგდეული არ არის ხო მივესალმოთ დავლოცოთ ელისო მართალია ბევრ მეუღლეს დავუყופია დიდი მერწელი წერლები ეს ვინ არის რას აკეთებსო და ელისო გამონაკლისია ძიჭის მათემატიკა და რომანტიკა და უყურებს სული მეუღლე რა ყავდა გია მაინც გამოძრებოდა თუ კარგი მეუღლე გეყოლება ბედნიერი კაცი იქნებოდა თუ სული ფილოსოფოსი წყალის ამბავი იყო წყალის
ამას წინაც რა თქვა თქვენ საფრანგეთში რომ ეს კაცი 24 საათიდან მინიმუმ 20 მაინც მუშაობს და მაინც მოასწრო იმ სამი შვილის შექმნა შრომელია და იმას დამალობით ოჯახს პირადად დავიწყდა 13 შვილი ნეილე 13 შვილი ყავდა აი შრომელი რას ის ერთი კოლეგა მეკითხება ერთი ჩემი ქალიშვილი დაბადებულია ჩემ დაბადების დღეს მეორე ქალიშვილი ჩემი მეუღლის დღეს და ეს ბიჭი დაბადებულია ამ დაბადების დღეს შორის და შუაში ზუსტად ეგო მათემატიკურად გამოთვალეო მაგრამ ეს საიდუმლო არ უყარე სადოქტორო დისერტაციას დაწვდა რამდენი გიშრომია თქვენ წაგიკითხიათ ამხელა აი ეს ყველაფერი ერთად გადაიტანეთ და დინა არის საამაყო კაცი მე მაგ ის დისერტაციის სიამოვნებანი ჩვენი ხო როგორც იშვიათი ვარიანტი როგორც ინფორმაციას ხო როგორც მაგი ლინგვისტიკას ლინგვისტიკა არის ხო მაგრამ აი მე მაგალითად მათემატიკა არ ვიცი მაგრამ რაღაცნაირად იცი ვიგრძენი როგორ დეტალებზე ორიენტირებული იყო როგორ სიყვარულია მათემატიკა აი სიყვარული გადმოეცით ეთყობა თორე მე მაგ ფორმულების არაფერი მესმის და თითქოს გავიგე ესეთი შეგრძნება მქონდა სიყვარული გესმის ეს ყველაზე მთავარია აი რომ დადიხართ სიყვარულს ასხი მართლა არა მართლა მშვიდებული ხალხი ხართ და იმიტომ ელგუჯასთან გადავიდე ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტა და მადლობა უთხრა მას მე 2000 წელს ჩემთვის ბატონო თემურ ხოიცი მე ისე არ მითქვიდა ოთარ ჟორდანია და სწორად გამიგე მე უწოდებ მას აფხაზეთის ესე იგი ერთი მე თახაიშვილი პიროვნება რომელიც ცხოვრობს საზოგადოებაში და ჩვენ მაშინ მიგვიღეს ბატონი ცოტნე იყო პრეზიდენტი ერთი 20 კაცი მაგრამ ბატონი ფაზისის აკადემიას ისევე როგორც გიას ესე იგი ორივე ინსტიტუცია როგორც იყვნენ მეცნიერები ბრძანდებით რომ გიას რომ გახდა საქართველოში ყველაზე ცნობილი აკადემიის პრეზიდენტი რაც არის დიდი პასუხისმგებლობა როგორც ირკვევა გიას კვლევებიდან ორ-დეკემბერს პატიჟებთ პირველი ქართველი ელაზგი მეცნიერი იყო პითაგორა ქრისტეს შობამდე მე-5-4 საუკუნე მერე ყველაზე პირველი ცნობილი ქრისტიანი მეცნიერი იყო მარგიონ ფაზისელი ფაზისის აკადემიის დამფუძნებელი ამიტომ გიასთვის დიდი პასუხისმგებლობა მაგრამ ფაზისის აკადემია როგორ აფასებს იმ თავდადებას თქვენთან ერთად ბატონი გიასი სამაგალითო არის ყველა აკადემიიდან მე პირადად როგორ რიგითი წევრი ფაზისის აკადემიის მადლობას მოვახსენებ ბატონ ელგუჯას და ეკა კარტოზიას და ყოველ თქვენთაგან ბატონ თემურის ეკას განსაკუთრებული მადლობა უამრავ შრომობს ყველა ვიტფასებ ამიტომ ის ხარჯი ამოდგომა ამ უწესიერესი უინტერესი ოჯახის ეს ჩვენ შეგვიძლია ქართველებს ჩვენ შეგვიძლია ნიჭიერი კაცი ჩამბოლოთ მაგრამ ნიჭიერი პატივსანი ამ შემთხვევაში გია გამონაკლისი ალბათ არის მადლობა თქვენ ფაზისის აკადემიას ყველა ლოცავს ბატონო ელგუჯას ხო მოგესწრება ჩემო მეგობრებო ჩვენი სულიერი მამა ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი გილია მეორე მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი აკადემიის წევრია და არა მარტო წევრი ჩემო მეგობრებო არამედ საბატიო პრეზიდენტი გახლავთ დღემდე ეს ჩემი საზრით ძალიან ბევრ რამეზე მეტყვი ჩვენი გია მე
მეოთხე პრეზიდენტი გახლავთ. მე მინდა ბატონი გიას სახითა და დამადობით კიდევ ერთხელ გავლოცო ყველა თქვენთაგანი ადრე ლაპარაკობდი გენინ там პარტია там победа სადაც აზისის აკადემია სადაც გია იქ არის ეკა იქ გამარჯვება ამიტომ მე მინდა თქვენ დაგლოცო მადლობა გითხრათ თქვენ უფრო იცით დაბასება და ამოდგომა ნიჭისა ხანდახან კაცებს გვიჭირს ეს ნატალი კაპრიზი ნატალი სიანა კაპრიზი ესანი კაპატონი ლეილა ყველას კაპატონი ნატალი კაპრიზიანი ნატალი და შევიცვალო რა აი თქვენ მადლობა ამისთვის ყველა კაპატონს მიესალმებით აცე ბაინს ხო ეკას დამადობით აუცილებლად